ყველას ებრძვის ამბარდოვნება. ყველას სხვადასხვა სახით ებრძვის ამბარდოვნება. ამას წინათ ვკითხულობდი ერთ ახალ გამოცემულ წიგნს. ათონელი მამების ისიქასტური ღვაწლისა და გამოცდილების შესახებ. და ამ წიგნს წინა სიტყვაობად აქვს ერთი თანამედროვე ათონელი ბერის სიტყვა, სამძღორებული. იგი საუბრობს ისიქაზმის შესახებ და ისიქასტი მამების მოღვაწეობის შესახებ. და აი რასაც ვფიქრობ, ის მინდა თქვა ახლა, რომ ეს მამა ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში. ეს მამა ჩვენ გვესაუბრება ისიქაზმზე და ამ დროს თავისი მონასტრის საცხოვრისში მისივე სურათები არის გამოფენილი მომლოცველთა საჩვენებლად. რას ნიშნავს ეს? ისიქაზმის ახალი გამოვლინებაა ეს? მის მონასტერში ვერ შეხვალ თუ ტესტი არ გაიკეთა. მომლოცველი რო შედიოდეს, მოუნდეს მისვლა მონასტერში მოსალოცად, ვერ შევა თუ ტესტი არ გაიკეთა. ისიქაზმი კი სულ სხვა რამ არის. ისიქაზმი ჩვენ გვასწავლის ჯერ მონოზნობა, ხომ ამას გვასწავლის სოფლის დატოვებას და მერე ისიქაზმი ხო საერთოდ ღმერთთან შეერთებას. იესოს ლოცვით, საკუთარი წოდების განცდას და ღმერთთან დაკავშირებას. და შენ თუ ასე გეშინია, რომ ტესტის გარეშე მონასტერში ადამიანს არ უშვებ, როგორ აძლევს შენ თავს უფლებას, რომ ისიქაზმზე ისაუბრო? თუ ეს ახალი გამოვლინებაა ისიქაზმისა. ამას მე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მე ვხედავ ამ ადამიანის ვიზიტების აქ არა სულიერი სარგებლის მოტანის თვალსაზრისით აღქმას, არამედ სულიერი ზიანის მიღებას ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მართლმორწმუნე მრევლისთვის. ათონი ჩვენ სხვანაირად ვიცით. ჩვენ ძალიან გვიყვარს ათონი და ვაფასებთ იქ მართლაც მოღვაწე დიდი მამების გამოცდილებას. ეს ისიქასტური იქნება თუ ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრების წესი. მაგრამ აქ მე ასეთ ვიზიტებში არა მარტო მე, არამედ ჩვენ ვხედავთ სულიერ საფრთხეს და კიდევ სხვა საფრთხეებს, რომელზედაც ახლა ამ წუთას მე თქვენს ყურადღებას არ შევჩერდები. და ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ თქვენ არ დავკოვდეთ, რომ ათონიდან ჩამოსული აი ეს მოღვაწე პიროვნება ბჭყალებში ეს არის პროფანაციის, ათონური ცხოვრებისეული წესის პროფანაციის მატარებელი ადამიანი. ძალზედ მარტივია ბავშვი დამეთანხმება იმაში, რომ თუ შენ თავდაბლობა არ გაგაჩნია, რა უნდა მიქადაგო, რაზე უნდა მესაუბრო. და ადამიანს, რომელსაც თავისი მონასტერი მოფენილი აქვს თავის სურათებით, რომელ სიმდაბლეზე უნდა გვესაუბროს და რომელ ისიქაზმზე უნდა გვესაუბროს. ადამიანი, რომელმაც დაკეტა საკუთარი მონასტრის კარები ჩვენთვის და ვერ შევდივართ. ამის ფონზე მე მინდა წაგიკითხოთ ერთი საოცარი სიტყვა, რომელიც ეკუთვნის ქრისტიან ბლანშომს, საფრანგეთის არმიის გენერალს. ეს სიტყვა სულ ახლახან გავრცელდა სოციალურ ქსელში, იგი დაბეჭდილი იყო საფრანგეთის მასმედიაში. ისინი აქ არიან შენს გვერდით, ნორმალურად გამოიყურებიან, მაგრამ სუპერგმირები არიან. თუნდაც სრულად აცრილი ვიყო, აღაბრთოვანებული ვიქნებოდი. არა ვაქცინირებულით, რომ გაუძლო ყველაზე დიდ ზეწოლას, რაც კი ოდესმე მინახავს. თუნდაც
მეუღლეების, მშობლების, შვილების, მეგობრების, კოლეგებისა და ექიმების მხრიდან. ადამიანები, რომლებმაც გამოიჩინეს ასეთი პიროვნულობა, ასეთი გამბედაობა და ასეთი კრიტიკის უნარი, უდაოდ განასახიერებენ კაცობრიობის საუკეთესო ნაწილს. ისინი კონკრეტულ ტიპს მიეკუთვნებიან. ეს ის ჯარისკაცები არიან, რომლებიც ყველა ნამდვილ არმიას სურს, რომ ჰყავდეს თავის რიგებში. ისინი თავიანთი საზოგადოების საშუალოზე მაღალი არსებები არიან. ისინი აქ არიან შენს გვერდით, ნორმალურად გამოიყურებიან, მაგრამ სუპერგმირები არიან. მათ გააკეთეს ის, რაც სხვებმა ვერ გააკეთეს. ისინი გვანან იმ ხეს, რომელმაც გაუძლო შეურაცხყოფის, დისკრიმინაციისა და სოციალური გარიყულობის ქარიშხალს. ისინი იყვნენ მათი ოჯახის მიერ საშობაო სუფრიდან გარიყულები. მათ არასოდეს უნახავთ მსგავსი სისასტიკე, სამსახური დაკარგეს, კარიერა ჩაძირეს, ფული დაკარგეს, მაგრამ არ აინტერესებდათ. ისინი განიცდიდნენ განუზომელ დისკრიმინაციას, დენონსაციას, ღალატს და დამცირებას, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ თავიანთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. კაცობრიობაში არასდროს ყოფილა ასეთი კასტინგი. ახლა ჩვენ ვიცით, ვინ არიან მებრძოლები პლანეტა დედამიწაზე. თქვენ შექმნილნი ხართ იმ უდიდესთაგან, ვინც კი ოდესმე ცხოვრობდა. იმ გმირებისაგან, რომლებიც დაიბადნენ ჩვეულებრივ ადამიანებში და რომლებიც ანათებენ სიბნელეს. აი ასეთია სიტყვა გენერლისა. და ისმინონ ეს დღეს მოღვაწე ზოგიერთმა სასულიერო პირმა. მერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.